ღიმილის მომგვრელია ნამდვილად, აი სევსუთა სერიოზულობით რო ვილაპარაკოთ, ქვეყანაში არის საშინელება, აი ქაოსი. ნუ აი აბსურდის თეატრში გვაცხოვრებს დღევანდელი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული თვითმარქვია. ნუ გუშინ ჩვეულებრივად ჩვენი საუბრის შემდეგ აქციაზე ვიყავით და აქციის შემდეგ უკვე ადრევე წავედით სახლებში და ბატონი ლევან ნაჭყებია ჩემმა კოლეგამ მიმიყვანა სახლამდე და სამი ეკიპაჟი ფაქტიურად ბლოკირება გაუკეთა მანქანას და მე მეგონა რომ მანქანის მძღოლის შემოწმება უნდათ და შეამოწმეს საბუთები, მერე ჩემზე გადმოვიდნენ და მე ჭხრეკად ჩამიტარეს ზედაპირული და რა საბაბით, რა sababით? არაფერი, აბსოლუტურად რო ვეკითხებოდით რა არის მიზეზი ჩვენი გაჩერების, ან აი ჭხრეკის მიზეზი ზედაპირული, ხო აი აბსოლუტურად არაფერზე პასუხი არ ქონდათ, არც ერთს არ დაელოდეთ. ხო ნუ აი რა ვიცი, ეხლა ჩვენ მე მგონი უნდა მივხვდეთ იმას, რომ ეხლა უკვე ის მომენტი არის, რომ ჩვენ კარგავთ სახელმწიფოებრიობას ზოგადად და ქვეყანას დაეპატრონა აი კანონს ამოფარებული ფორმიანი რაღაც დაჯგუფება ბანდა. თქვენ გუშინ მეუბნებოდით, რომ შეუძლებელი არის აკეთო შენის საქმე, თუნდაც უმკურნალო პაციენტებს, თუ ქვეყანაში ასეთი ვითარება არის და თქვენი მოწოდება იყო სხვა კოლეგების მიმართ, რომ ისინიც გამოსულიყვნენ ქუჩაში, წარმოიდგენთ თუ არა, რომ აი ამ მოწოდების შემდეგ რამდენიმე წუთში თქვენ თვითონ გახდებოდით დევნის. იცით რა არის, მე მაინც ფსიქოლოგიურად მზად ვარ ყველაფრისთვის აბსოლუტურად, ხო? მათ შორის გუშინ მზად ვიყავი ცემისთვის, მზად ვიყავი თუნდაც აი რა ვიცი სამანტყოფოში მოხვედრისთვის და მზად ვიყავი სიკვდილისთვის, იმიტომ რომ ამადგან ყველაფერი მოსალოდნელია უკვე. იმიტომ რომ ჩვენ რასაც უყურებთ ეხლა ჩვენ რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში, ხო აი არაფერი არ არის გამორიცხული. ნამდვილად მინდა მოუწოდო საზოგადოებას, ჩვენ კარგავთ ქვეყანას. ამ აბსურდის თეატრის გამო. ჩვენ ხვალ შეიძლება გავიღვიძოთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც აი საქართველოს აღარ ერკვევა. კი ბატონო, მადლობა, უსმენდით ექიმს, რომელიც დღესაც აპროტესტ